ისე მხნედა, ფაცი ფუცობს, თავის წილ საქმეს აკეთებს, თავად უვლის საკუთარ თავს. ის კი არა, შთამომავლებს საქმიან შენიშვნებს აძლევს, საქმის ასიკეთოთ, დროული და საჭირო თადარიგი რომ დაიჭირონ. ვერ ჩერდება მთელი ცხოვრება ჯაფაში გადარებული. 100 წელი გალია, მაგრამ საუკუნის სიმძიმეს როდი გრძნობს. სწორედ შრომაგარჯი დაჯაბნა წელთა სიმრავლე. ჟამი ხანგრძლივი სიხარულითა და ბედნიერებით გაისტუმრა. საუკუნის კრიალოსანის ჩამომარცვლაში ერთხელაც არ დაუკუნესია. თითქოს და არ გარდახდენოდა რაიმე სიბნელე და სირთულე ცხოვრებაში. ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა დაიდგა ოჯახური ცხოვრების მძიმე უღელი, რომელიც დღემდე სახელოვნად ატარა. სოფელმა რომ დაგაფასოს, გაღიაროს, უნდა იყო დიდად ამაღლებული საკუთარ თავზე, გულგახსნილი, გულკეთილი, მტერმოყვარის, შავი და თეთრის გამრჩევი. მარუსია სალია, სწორედ ადამიანური ღირსებით მოიპოვა სოფელ მიქავაში ავტორიტეტი. 1941 წელს მეუღლე ფრონტზე გაიწვიეს და 4 წვრილი შვილის აღზრდა მარტოს მოუწია. ვაჟკაცებისგან დაცარიელებულ სოფელში სხვისთვის ვის ეცალა? დღე-ღამეს შრომაში ატარებდა. შვილებისთვის უმამობა არ უგრძნობებია. მარტოდ დარჩენილს იმედი ასულდგმულებდა და ამხნევებდა. იმედი მეუღლის დაბრუნებისა, მაგრამ გზისკენ დიდხანს ყურებით ამაოდ დაიღალა. მერე კი უფროსი შვილი, გვარის გამგრძელებელი იპოლიტე, წამოესწრო და უღელში ცალად შემდგარ დედას, გვერდით დაუდგა ოჯახური საქმეების მოგვარებაში. ჩვენი გამზრდელი ბები ახარ და დიდხანს ყოფილი ხარ. ხიარულა. ხარბასო შედადედროს ბებო. ხარბასო შედადედროს. ქალბატონი წლების განმავლობაში მუშაობდა კოლმეურნეობაში, ჩაის კრეფასა და აბრეშუმის პარკის დამუშავება მოყვანაში, სადაც მოწინავეთა რიგებში იდგა. დიდი ზალი ჯაფით ოჯახი ფეხზე დააყენა. იყო გულუხვი მასპინძელი, მეზობელს, მოკეთეს, როდი დაზარდებოდა თანადგომაში. ყველას ჭირვარამს გულწრფელად იზიარებდა. სწორედ ასეთი შრომა ჯაფით, სახელდიდებით მოუხურა საუკუნის კარები. 100 წლის თავს ნანატრი ბედნიერებით შეეგება. დღეს ის 4 შვილის დედა, 16 შვილიშვილის, 30 შვილთაშვილის და 4 ბადიშის დიდი ბებია. 4 თაობა ღირსეულად აღზარდა ქალბატონმა მარუსიამ. ყველანი დიდებული ოჯახის პატრონი, საზოგადოების აქტიური, დაფასებული წევრები, წარჩინებული მოსწავლეები, სტუდენტები და აკვნის ჩვილები არიან. სულ ცოტა ხნის წინ უხუცეს ქალბატონს სახლში მოულოდნელად ეწვივნენ და საიუბილეო თარიღი მიულოცეს უახლოესმა ნათესავებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა და ტელეკომპანია ჯიხას გადამღებმა ჯგუფმა. გამარჯობა ბებო, გამარჯობა. გილოცავ დაბადების დღეს. Мужество, мужество, как мужчина, Чажамерсов монобак, Точгурилогилевшид, Вамаджар гурапак, Хаджусерет хандулени, Хвейшен вамигуду, Ушаквару, Урапеля маткумали, Брейфунду,
ასე დროხგაგმითორო ვარე პატონი როჭკორი ჭარვაკი ხირკდიბურე მადოგორი შარაბონი მისკუტერი მიმახურო მირეშიმი მოჯგრენი Mama,